ოცნების 4 წელი ხელისუფლებაში და პოლიტიკური თამაშის წესად დამკვიდრებული ძალადობა, როგორ და ვისი ხელით უსწორდება ივანიშვილის გუნდი ოპონენტებს. გალაძესთან არის დაკავშირებული ის ჯგუფი, ვინც აორგანიზებს სწორედ ასეთ ამბებს. მუშტიკრივი ქუჩაში, მუშტიკრივი პარლამენტში და პერსონალური თავდასხმების სერია ოპოზიციის ლიდერებზე. 8 ადამიანი დამესხა თავს, გამოიყენეს ელექტროშოკი. ჩამარტყა თვალსა და საფეთქეს შორის. საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი. გამოუძიებელი საქმეები და სიმბოლური ჯარიმით გათავისუფლებული თავდამსხმელები, რატომ რჩებიან დაუშლები ოპოზიციაზე მოძალადეები. ეს არ შერჩევითი მართლმსაჯულება. ეს არის თავხედური კრიმინალი. ისინი ქვეყანას მიათრევენ ძალადობის მორევისკენ. კანონიერი ქურდები და ქართული ოცნების ლიდერები. გება ახალი კონტრაქტი უკვე ჩვენი ხელისუფლებისა ქურდულ სამყაროსთან. ამაში არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის ჩათვლი. ეს არის ძალადობრივი ფონის კიდევ უფრო გაძლიერება წინასაარჩევნოდ. რა კავშირი აქვს ხელისუფლებას კრიმინალურ ავტორიტეტებთან და იყენებს თუ არა მათ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიიღეს თუ არა 10,000-ობით $, კორცხელის თავდასხმაში მონაწილე სპორტსმენებმა. ყალა კაპიტალ ლიმინტედისგან ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15,000 ამერიკული $. უცემატყებისთვის ადამიანებს აჯილდოებენ და პრემიებს უხდიან, ეს არის ძალიან ცუდი. ბრძოლა მუშტებით, ბრძოლა ჯოხებით და ბრძოლა კვერცხებით. ქართული ოცნების ხელწერა, რომელიც ბოლო 4 წელია ივანიშვილის პარტიამ პოლიტიკური ცხოვრების წესად აქცია. პოლიტიკური ბრძოლის ველზე ქართული ოცნების არსენალში სიტყვები წიწილიანმა კვერცხებმა ჩაანაცვლა. ქართული ოცნების ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და ხელისუფლების მიერ შექმნილი ჯგუფები, რომლებიც რეპრესიებს უწყობენ ყველას, ვინც უპირისპირდება ოცნებას ან უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო ქართულ ოცნებას დასავლეთი ხშირად აკრიტიკებს, თუმცა ძალადობრივი დღის წესრიგი არ იცვლება. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ან დაუსჯელმა ძალადობამ. დღეს ვიკრიბებით აქ დაზარალებული პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და მმართველი გუნდი. ყველა ერთად რუსთავი 2-ზე არჩევანში.